არა ბალანსი ესპანეთის ნაკრებში რა თქმა უნდა კი გავიგე ძალიან ცუდი ხალხია რა აღარ მინდა რა მაგასთან თამაში ანუ ვილის ანელს აღარ უნდა სხვა შორის ეგეთი რამე თქვა რომ ვილის არ უნდა ეთქვა ვილის თუ ისევ არ გავყვა თუნ ეხა სავარაუდოდ იხუმრა ეხა მან მართლა არ წავა მაგის გამო რო წავიდეს ძალიან სასაცილო იქნება მაგრამ არ უნდა თქვას ეხა რა არ შეიძლება თუმცა ხო მაგ განცხადებაშიც ისევე როგორც აზაროვთან მიმართებაში ან მარცხენა მცველებთან ზოგადად ცოტა აი რო იტყვიან არ იკითხებოდა აი ცოტა უხეშად ჟღერს მაგრამ გაქცეული აქვს რო იტყვიან აი ვეღარ მართავს სიტუაციას და გასახდელიდანაც ეგ ამბები რო გამოდის პრეს კონფერენციაზე და ნელ-ნელა ფეხბურთელების ეს რავი მოინდურა რო იტყვიან რაღაც ეგეთი ის არის რა ნელ-ნელა მე მგონია რომ აზაროვი და დვალი უახლოეს მატჩებში საღლოს არ იქნებიან რა სავარაუდოდ. ნუ სანამ ვილისანიოლი არის ამ განწყობაზე და სანამ ნაკრების მწვრთნელია რა მეტი ხდება ალბათ შიგნით და უბრალოდ საბედნიეროდ არ ვიცით და არ უნდა გაგვიგო არაფერი. მაგრამ ეს რო გამოდის ესე იგი კიდე რაღაცა უფრო მეტი მოხდება. აი განწყობა ხო რაღაც ისიც არ მინდა გამოგვივიდეს რომ რაღაცგან უცხოელია მაგიტო ვაწმენთ ხელებს არა რას ლაპარაკობთ ანუ მარტივი არის თავის ხელზე გადაეთქო ჯოხი მაგრამ ნუ ყველაფერი ისე მიეწყო რომ აშკარად მე მგონია რომ ეს უფრო დამთავრებული თავია ვიდრე რაღაც პროცესის ნაწილი. კი, ეგ უფრო წინა ციკლის დროს გამოჩნდა, წინა ერთა ლიგის დროს, ბოლოს იქ რა ირეებიც მოხდა, ანუ მაგის გადახარშვა არ მოხდა მე. ეგ იყო ავტომატური ბმა რა, ჯაჭვი იყო, ეგ ალბანეთთან რა მოხდა ხო, უკრაინასთან, ჩეხეთთან და მე უკვე თურქეთთან ხელმძღვანელი იყო პირველ მატჩზე. და თლად იგივე არ გაიმეორა შესაძლოა რაც ალბანეთთან ჩემი აზრით რაც ნახეთ რთულია საერთოდ ნახო რომელიმე გუნდის შესაძლოა. ვილის ყველაზე დიდი შეცდომა არის ავარაუდოდ ვილისვე სამწვრთნელო კარიერაში. თბილისში რაც ნახეთ მეცხრე მაგაც გული. 7-1 ესპანეთთან და ალბანეთთან ის 0-1 ეგ ორი რაღაც არის. ერთნაირი სუიციდი არის. ანუ ხო კატასტროფა.